თურმე 80 წლის ამერიკის პრეზიდენტი არის პუტინის ხელის ბიჭი და გადაბირებული. უბრალოდ შეხედეთ მაინც ადამიანს სახეზე შეხედეთ, დააკვირდით, პრესკონფერენციებს მოусმინეთ. ფარდა ხო ჩამოგაფარეს ამერიკაში რა ხდება. ანუ ქართული მედია ხო არ გაწოდით მშობლიურ ენაზე ამ წუთას რა ხდება სამყაროში. მასკის გინება, აი ამ ხალხის გინება ატეხეს, აი წირო არის, რომელიც აი თუ ვინმეს იმედი შეიძლება სამყაროში ქონდეთ ეს ხალხია. თქვენს მიერ არჩეული ოპოზიცია ამ ხალხს აგინებს, ეს გამარჯვებულებს. ვისი იმედიც ერთადერთია, ვისი იმედიც შეიძლება ქონდეს თუნდაც ქოცების წინამორბედობაში, იმ ხალხს აგინებს. ფაქტობრივად საკუთარ თავს, ანუ თქვენ გტოვებთ წაგებულებისკენ, უიმედოდ წაგებულებისკენ და ქოცებს აძლევს საშუალებას, რომ გამოჩნდნენ ქოცები ყველაზე ტრამპისტები. არა და ხვდებით, რომ ქოცები პირიქით არიან, ქოცები არიან ყველაზე ანტიტრამპისტები სინამდვილეში. სოფლიოში, სამყაროში, რასაც ჩვენ ამდენი წლის, 10 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ვლაპარაკობდით, აი ეხლა პარალელურ რეჟიმში ხდება. ამერიკაში ხდება რევოლუცია, ანუ მართლა იდეოლოგიური რევოლუცია. საქართველოში მინდოდა ის დაიწყო ამერიკაში. აი ამერიკაში ოღონდ ვიღაცა იდეოლოგიური ადამიანი კი არ მოვიდა რაღაცა მიზესის და ჰაიეკის და ეგეთის მკითხველი კი არ მოვიდა იქ ხელისუფლებაში, იქ მოვიდა 80 წლის საღი აზრის კაცი თავისი ნიჭებით რა, ანუ საღი აზრი რო ქონდა და პრაქტიკული ცხოვრება რო ესმოდა, ეგეთი კაცი მოვიდა. და თან მარტო ის კი არ მოვიდა, ანუ უცბად მის რაც კი ამ პერიოდის განმავლობაში მიმოფანტული იყვნენ სხვადასხვა რაღაც ინტელექტუალები, რაღაცა ჟურნალისტები, პოდკასტერები, სხვადასხვა ესეთი ცნობილი და ზოგი მიქენსელებული და ზოგი ასეთი ადამიანი უცბად ერთად შეიკრიბა და უზარმაზარ გავლენას ახდენდნენ სამყაროს პოლიტიკაზე. და ჩვენთან საქართველოში ისეთი ფარდაა ჩამოფარებული, რომ თქვენ შემთხვევით არ გაიგოთ, რომ თურმე სამყაროში რამე ხდება, ეს ცუნამი, რომელიც სადღაც აი ის რომ მოხდა ტექტონიკური ცვლილება რომ მოხდა ოკეანეში და წყალი რომ წამოვიდა, აქამდე მოაღწევს აუცილებლად. შეიძლება თქვენ მოუმზადებელი იყოთ, შეიძლება იქ რაღაცას იმაში ბანაობდეთ, სადღაც აზრზე არ იყოთ, მაგრამ მაინც მოვა. მე მაგის მჯერა, რომ შეუძლებელია რომ ეს რამე გააჩეროს, რაც ახლა სამყაროში დაიწყო. ან ჩვენ უნდა წავიდეთ ირანში, ან ჩვენ უნდა შევაფაროთ თავი რუსეთს, რომ აი ეს ცუნამი ჩვენამდე არ მოვიდეს რა. სხვა ყველა შემთხვევაში ეს მოაღწევს აქამდე.